Სასწრაფოში ალბათ აი თქვენ წინასწომრის თქვენ სიტყვებს შეუერთდები მეც და სოლიდარობას მეც გამოუცხადებ მზი ამაღლობელს და ყველა უკანონო რეჟიმის უკანონო პატიმარს და ვიმედოვნებ თუ შეიძლება რომ კიდე იმედი არსებობდეს რამის რომ რაღაც მომენტში წესიერ კალაპოტში ჩადგება ყველაფერი და სასამართლო მართლა დაიბრუნებს იმ ნიშნულობას რაც უნდა კონდეს და იყოს სამართლიანი სასამართლო. და რაც შეეხება ამ კითხვაზე ხა მსახიობებზე, ხო, არ სიმართლე რო გითხრათ არ ვიცი. რატო ხდება ეს, მაგრამ ალბათ შემიძლია ვივარაუდო რომ ეს არის შიში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იმისი, რისიც ეშინოდა ავიცი საუკუნეების განმავლობაში ყველას ეს არის ხელოვნება და თეატრი. როგორც არ უნდა პროპაგანდისტულმა მედიებმა თითზე დაიხვიონ და ეს აბუჩა დაიგდონეს ასე ამბობდით რომ აი თავის ახალი თეატრი რო აპირებს სხვა რაღაც მანიფესტის გამოცხადებას. როგორც არ უნდა ამაზე მათ ენაზე რო ვთქვა იღადაონ იმ ადამიანებმა გუშინ უყურებ ხოლმე ხანდახან შალვარამიშვილის გადაცემას სამნიროს ხედან და რაღაც საზიზღრობებს რო ლაპარაკობენ და ნუ აი მანდ მივხვდი რომ ხო კი ამას კი ლაპარაკობენ რაღაცა სიცილით და ხუმრობით და თითქოს ეს არაფრად არაგდებენ ამას, მაგრამ მანდ ჩანს როგორ ეშინიათ. რადგან ლაპარაკობენ, სწორედ ამაში ჩანს რომ აწუხებთ. იმიტომ რომ თუ ეხა ეს არაფერი არ არის და თუ ეს უბრალო ხმაურია დაანებეთ თავი მაშინ რა გადაცემა რატომ უნდა მიუძღვნა ამას. და ეხლა მე ჩემთვის ძალიან ნათელია ის ყველაფერი რომ ეხა რაც აი ჩანაწერში და ანა რასაც სასამართლოზე იძახის ხო ანუ ავიცი თეატრი და ხელოვნება ყოველთვის უნდა იდგეს რაღაცა უსამართლობის წინააღმდეგ და ყოველთვის უნდა იდგეს იმ ადამიანების მხარეს, რომელიც არის დაჩაგრული და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ ჩაგვრას. და მე სიმართლე რო გითხრათ, მოდი ამას ესე გავაგრძელებ, რომ არ მესმის კი არა და კატეგორიულად ვემიჯნები ყველა იმ თეატრში დასაქმებული ადამიანის აზრს და პოზიციას, რომელიც რატომღაც აბუჩად იგდებს ამ ყველა პროცესს და ეს გაფიცვაც არაფრად არ აღიარეს და კიდე რაღაცა საშინელი მართლა ეხლა უბრალოდ გადაცემაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ტვინში ძალიან კარგად მახსოვს წაკითხული კომენტარები და გადაცემებში რო დადიან და რას ლაპარაკობენ, რა ეპიტეტებით იხსენიებენ თავიანთ კოლეგებს. და ყველას რო თავი დავანებოთ, აი უბრალო კოლეგას, ხო, ლაპარაკი არის ეხლა თქვენ სახსენეთ ანდრო ჭიჭინაძეზე, რომელიც რა თქმა უნდა კიდევ როცა ვლაპარაკობთ პატიმრებზე ანდროს გამოყოფა არანაირად საჭირო არ არის ყველას რა თქმა უნდა მაგრამ ანდროს ხო რადგან იცნობს და რადგან მეც ვიცნობ და რადგან ის ხალხიც იცნობს აი ის ხალხი იცნობს ვინც იმედზე დადის და რაღაცა გაურკვევლობაა და ალბათ მოგვარდება და რაღაცა აღიაროს და თავდებში დავუდგები ხო ან აღიაროს და თავდებში დავუდგები ეხა ამას რო იძახის მამუკა მდინარაძე ძალიან კაი პასუხი მიიღო და ეხლა კიდე ეხლა რომ მოვდიოდი პასუხი დაუბრუნა ეხა მამუკა მდინარაძემ. ეხა რასაც მამუკა მდინარაძე აკეთებს, აი ამ ეხა პასუხის, ეგ არის რა ვიცი, ამას ქვია ვაჭრობა. ვინ ეკითხება, მოდი თუ ესე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ დემოკრატია ვართ და რაღაცა ფანტასტიკური ქვეყანა გვაქვს გუშინ ირაკლი როხაძემ რო თქვა, რომ ფანტასტიკა არის ქართული ოცნება. მართლა მაინტერესებს ვინ ეკითხება ვიღაც მამუკა მდინარაძე სასამართლო რა ულტიმატუმებით ლაპარაკობს და აქეთ რაღაც პრეტენზიები აქვს, რომ თქვენ თუ ეხა ულტიმატუმ რაღაც პირობას აყენებს, რა ულტიმატუმებით თუ ლაპარაკობთ, ანუ გვაშინებს და გვემუქრება? კითხვას ვსვავ რიტორიკულად, ან კითხვას ვსვავ შემილია უპასუხო რომ კი გვემუქრება და რატო გონია ამ ხალხს და რატო გონია რა ვიცი იმ მსახიობებს გატრუნულები რო არიან ეხა ან საზიზღრობებს რო ლაპარაკობენ რატო გონია თეატრალურ უნივერსიტეტსაც შევეხებით თუ შეიძლება ასევე პროტესტი მიდის ხანგრძლივი თეატრალურის აი მართლა მინდა რომ აი აქედან თუ ამას ნახავს ვინმე თეატრ მეც იქ ვსწავლობდი და ანუ ვიცნობ იმ ხალხს ვინც იქ რექტორით დაწყებული პედაგოგებით დამთავრებული მართლა მაინტერესებს რა ნამუსით საერთოდ ცხოვრობენ ეხლა აი ამ წამს როგორ ძინავთ როგორ იღუწებენ და როგორ აპირებენ გაგრძელებას ისინი ხო გადასარევად იცნობენ ანდრო ჭიჭინაძეს 4 წელი მათთან ხო მეტყველება ასწავლეს და ცეკვა სიმღერა ანუ ეს პედაგოგები არიან ვისაც
ეს ადამიანი, ვისაც რატომღაც ჩვენი ვითომ ხელისუფლება და ვითომ რაღაცა ხალხის მხარეს მყოფი რაღაც ძალა აცხადებს კრიმინალად და აცხადებს მამუკა მდინარაძე, რომ ხო, აღიაროს და მე ვილაპარაკებს რაღაცეებზე. ჩაგეკითხებ, ეს არის შესაძლოა იყოს შემსუბუქების სურვილი, იმიტომ რომ მათ შორის ისეთი ადამიანებიც იყვნენ ამ დროს პროცესებზე, ვინც ოცნების მხარდამჭერები იყვნენ გამოცხადებული, თუ თან არ უნდათ პრეცედენტის დაშვება. ცხადია, ორივე შემთხვევაში პატიმრობაში დატოვებაც და გამოშვებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. შემსუბუქებ, აი იცი რა, აი მინდა რომ აი იმდენად მე არანაირი კეთილგანწყობა ქართული ოცნების მიმართ და მათთან მიახლოებული არანაირი ადამიანის მიმართ უბრალოდ აღარ დამრჩა. აი რაღაცა პატარა ნდობის ფაქტორიც თუ შეიძლება რომ არსებული იყო. პრაგმატულ გადაწყვეტილებაზეა. ხო, იცით რა, აი ცხადია არანაირ კეთილშობილობაზე. ხო, არანაირად რა თქმა უნდა და არც იმ აი როგორც არ უნდა იყოს ეს ენა რომლითაც ლაპარაკობენ, აი მდინარაძის ეს სამარცხვინო და მართლა საზიზღარი ბოროტების მქვევი რაღაცა იშვიათია თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა მომდევნო ეგეთი ადამიანია, რომელიც უბრალოდ ნორმალური ლექსიკით ვერ ლაპარაკობს, მათ არ შეუძლიათ ენა, მართლა პირდაპირ გაგებით ენაზე ვლაპარაკობ, აი რა სიტყვებით ეკონტაქტებიან ადამიანებს, როგორ არიან კომუნიკაციაზე. მე ვერ მივიღებ მაგას ვერანაირად შემსუბუქების პასუხი მაყურებლისთვის წავიკითხავ, ის ამბობს, რომ თუ შეურაცხყოფის გზას ირჩევენ, მაშინ შემოთვლებს თავი უნდა დაანებონ. შემოთვლებით ავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცის საჯაროდ და ჩამოყალიბდნენ. აი მართლა მაინტერესებს მამუკა მდინარაძე რა ფიგურაა ამ საქმეში თუ სასამართლო განიხილავს თქვა და სასამართლო ამბობს რომ დამოუკიდებულია მამუკა მდინარაძე მაშინ რა მამუკა მდინარაძე რატომ პირობებს აი შეიძლება რომ ვინმე მითხრას მე მგონი ვერ მეტყვის სასამართლოსთან არაფერ შუაში ხო თუ არა თუ დამოუკიდებელია სასამართლო და ბრწყინვალე სასამართლო გვაქვს და ყველა მოსამართლე არის დამოუკიდებელი და უსათნოესი ადამიანი მამუკა მდინარაძე რატო თამაშობს ამ რაღაც თამაშს აი მართლა კითხვა მინდა რომ დაუსვა ვინმე კოცი თუ შემხვდება და ვერ მიპასუხებს იმიტომ რომ პასუხები არა აქვს არაფერზე აი როცა იყო თეატრის დღე და მსვლელობა მაშინ იყო პლაკატი ეს ტირანის წინააღმდეგ ნახეთ რუსთაველის თეატრზე გადმოფენილი ეს პლაკატი სახელი სანდრო ახმეტელის სპექტაკლისა ტირანია ის რეალურად რის წინააღმდეგაც უწევს ახლა ბრძოლა არა მხოლოდ მსახიობთა და არამედ მთელ საზოგადოებას პარალელები სად არ არის ჯერჯერობით სწორედ იმ ეპოქასთან რაც გაგვახსენეთ მაშინ მსახიობებმა ძალიან სიმბოლურია თან რომ ეს ბანერი ჩამოიკიდა რუსთაველის თეატრს ბატონი რობერტ სტურუა ჩვენი საყვარელი რეჟისორი რომელიც მართლა ნამდვილად ჩემი საყვარელი რეჟისორი იყო ალბათ ბავშვობაში და ალბათ დიდი წვლილი მის სპექტაკლს და კონკრეტულად კავკასიურ ცარცის წრეს მიუძღვის იმაში მე რომ მსახიობ მომინდა მაგრამ ფაქტია ის რომ როგორც არ უნდა სტურუას თავი გამოყავდეს რომ არის შემდეგი სანდრო ახმეტელი მას აი ეს ის აქვს ცოტა თვითვიქტიმიზაციის იმაშია რომ აი ხა მე დამხრეტენ და მომივარდნენ აქ არავინ არავის არ უვარდება არავის არ აინტერესებს რობერტ სტურუას არც დახვრეტა და არც კედელთან მიყენება უბრალოდ არის ძალიან მარტივი ადამიანური რაღაც, ვიცი რა, როდესაც ხარ ამ თეატრის, აი ამ ხელა ისტორიის თეატრის მართლა სახე სანდრო ახმეტელის მერე მართლა რობერტ სტურუა, ვინც მართლა შექმნა რუსთაველის თეატრი. ძალიან ლოგიკური არის რომ ადამიანებს და განსაკუთრებით კიდევ იმ ადამიანებს, ვისაც ვინც მართლა გეტრფოდა და გეთაყვანებოდა როგორც ხელოვანს და რეჟისორს, რომ კონდეს იმის სურვილი რომ მოვიდეს და გითხრას რომ რა ეხლა როგორ ხართ ამ მდგომარეობაში, ანუ ეხლა როგორ შეგიძლიათ რომ სანდრო ახმეტელი გახსოვდეთ, ანუ ეს ისტორია 37 წელი დახვრეტები, რეპრესიები, ტირანია გახსოვდეთ. თქვენი სპექტაკლებით ებრძოდეთ თავის დროზე ტირანიას, რიჩარდი იქნება ეს თუ ნებისმიერი ყვარყვარე. ამის წინააღმდეგ მიდიოდეთ მთელი თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება და ახლა უცებ როცა მართლა აი გარდამტეხ ფაზაში ვართ ახლა საერთოდ ქართველობა და ადამიანობა გადარჩება თუ არა ამ ქვეყანაში მან როგორ შეიძლება ერთი რო ჩუმად იყო აი ერთი პრობლემა მაქვს იმათთან ვინც ჩუმად არის და კიდე უფრო მეტი პრობლემა მაქვს იმასთან რომ ჩუმად კი არ არის კიდე აქეთ ცოტა გონორზეა და აქეთ გაბრალებს ტირანიას შენ რო გეგონება ჩვენ ვართ ტირანები ჩვენ ვართ გეგონება რა
რასაც ამბობენ რადიკალები, სისხლის მსმელები, საზიზღრები, როცა ანუ რაღაცა ხო არის ძალიან მარტივი რაღაც, რაც ანუ ანაც ასევე ამბობდა იმ სასამართლოს იმაში, რომ ხო, ანუ შენ როცა რაღაცას თამაშობ, როგორ შეიძლება უბრალოდ მსახიობი იყო და რაღაცა როლს ასრულებდე და ეს შემდეგ არანაირად არ გადმოგქონდეს რაღაცნაირად ცხოვრებაში, როგორ შეიძლება, ანუ რაღაცა როლი იქ მთავრდება ყველაფერი კამერის თუ სცენა, კამერის წინ თუ სცენის წინ, ანუ რა თქმა უნდა არა, რაღაცა რო გითამაშია, რაღაცა ამბავი რო მოყევი, ვიღაცა დაჩაგრულის და რა ვიცი, კავკასიური ცარცის წრე ეგ არის ზუსტად, რა ვიცი. ეს რო დადგი, ეს რო ითამაშე, ეხლა როგორ შეიძლება რომ ჩუმად იყო? კი ბატონო, ანა ტყებუჩავა გველოდება, უნდა შემოვიყვანოთ ისიც სტუდიაში. ბოლო კითხვას დაგისვამთ, ხვალიდან იქნება ეს ახალი თეატრის, თუმცა ალბათ ხელმომწერები იქნება ღია, ხომ? ამ მანიფესტზე არ არის მხოლოდ ერთი დასის მანიფესტი, ანუ რისი გაკეთება შეუძლიათ მსახიობებს ამ დაუმორჩილებლობის უკვე ამ ეტაპზე. იცით რა ზუსტად ეხლა ვერ გეტყვით მე ჯობია რომ დაველოდოთ და ხვალ ვნახოთ ყველამ ერთად მეც ზუსტად არ ვიცი რა და როგორ იქნება ფორმას ნამდვილად არ ვიცნობ ახლოდან როგორია დაახლოებით ვიცი მაგრამ ანუ მნიშვნელოვანი არის ის რომ ხო დავით დოიაშვილი და ახალი თეატრი და ყველა ამ პროცესში ჩართული მსახიობი და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე არა მსახიობი ვამბობთ იმას რომ ჩვენ არ გავჩუმდებით და აი ახლა თქვენი ამ რაღაცა საშინელი დამამცირებელი ცინიკური რიტორიკის რითიც უფრო ამძაფრებთ ყველაფერს ჩვენ კიდევ და კიდევ უფრო ხმას ამოვიღებთ და კიდევ უფრო მეტად გავძლიერდებით და ვიბრძოლებთ თქვენს წინააღმდეგ იმიტომ რომ ეს ომი გამოაცხადეთ თქვენ აი ეს იქნება მესიჯი ხვალ